დღეს არ შეგვეძლო რომ არ გამოვსულიყავით და ჩვენი სათქმელი არ გვეთქვა მაშინ როცა რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა და სულ რო არაფერი ხდებოდეს ქვეყანაში, სულ მცირე თანაგრძნობა მაინც უნდა გამოეჩინათ და დღეს ეს ტაშფანდური და მარაზმი არ გაემართათ. ამის ფონზე კიდევ უამრავი ადამიანი ციხეშია განაჩენის მოლოდინში. უამრავი ადამიანი დღე-და-ღამე ათენებს და აღამეს რუსთაველზე და არაფერს ანგარიშს საერთოდ არ უწევენ და საერთოდ არ აინტერესებთ. ანუ მეორე საქართველო და მეორე რეალობა შექმნეს. ასე მშვიდად ამას ვერ შევხედავდი მე პირადად და გამოვედით ის ადამიანები, რომლებსაც მართლა გვყივა ჩვენი ქვეყანა და გადარდებს ჩვენი ქვეყნის ბედი.